არის მოკლე მიმოხილვა ქართველი ფეხბურთელების ბოლო გამოსვლებზე ევროპულ ლიგებში. ხო, გასულ კვირას ჩვენი ბიჭები ისევ აქტიურობდნენ ევროპის ტოპ ლიგებში, ხო იცით? და ზოგიერთმა მართლა სერიოზული როლი ითამაშა თავისი გუნდისთვის. პირველი, აბა ვისე თუ არა ხვიჩა კვარაცხელიაზე. PSG-სთვის ისევ გადამყვეტი აღმოჩნდა. წარმოიდგინეთ, ნიცასთან მატჩის ბოლო წუთებია და კვარას თავავრი პასით გონსალო რამოშმა ერთადერთი გოლი შეაგდო. აი ესე, 1-0 მოიგეს პარიზელებმა და ლიგა 1-ის სათავეშიც დარჩნენ. მეორე, გიორგი მამარდაშვილი. პრემიერ ლიგაში პირველი კლინშიტი დადო ლივერპულის კარში. მაგარი არა, ასტონ ვილას მოუგეს 2-0 და გიორგიმ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ბურთი მოიგერია. იმენა კედელი იყო. და ბოლოს, სხვებიც მაგრად გამოვიდნენ, იცით? ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 2-ში სენტ-ეტიენისთვის ისეთი ჯარიმა შეაგდო, ულამაზესი. გერმანიაში კიდე ბუდუ ზივზივაძემ გოლით დაასრულა 223 დღიანი პაუზა. თან ჰაიდენჰაიმის ყველაზე ასაკოვანი მეგოლე გამოდის ბუნდესლიგაში. ვაუ! და გიორგი მიქაუტაძემ ესპანეთში, ლა ლიგაში, ვილიარეალს მოგებაში თან როგორი 4-0 ასისტი გააკეთა. ასე რომ ქართველი ფეხბურთელები ისევ აგრძელებენ ევროპულ კლუბებში თავის დამკვიდრებას.